მარადიული სიცოცხლის რწმენის, სიყვარულის გამარჯვების და ამის გამო მადლიერების უდიდესი გრძნობის, უსასრულო გულმოწყალების, შვების, ბოროტების დათრგუნვის, ეციური სამყაროს ნათების და ჩვენი ახლიდან დაბადების დღესასწაული ვერცერთ სხვა დღეს ვერ შეედრება. ქრისტეს აღდგომის ხილვისთვის მზადება გონების და გულის მომზადებასთან ერთად განწმენდას გულისხმობს. ამიტომაც ყველასთვის პირადულია და გამორჩეული. საღდგომოდ მადრიდის ეკლესიას ვესტუმრეთ, სადაც მამა პიროსი მსახურობს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მისამართი ესპანეთის დედაქალაქში ცხოვრები თითოეული ქართველისთვის მშობლიურია და ძალიან ძვირფასი. ამას უცვლელი მყარი საფუძველი აქვს. აღდგომისთვის ყველა განსაკუთრებით ემზადება და ამ დროს მნიშვნელობა ადგილსამყოფელს არ აქვს. მნიშვნელობა აქ ემოციებს აქვს. მონატრება და ტკივილი, მოლოდინი ერთმანეთშია არეული. სახლია და სულწმინდის მადლი მოქმედებს აქ და სულწმინდის მადლი აძლევს ნუგეში და ღმერთი აძლევს ნუგეში. ახლა ჩვენ ადამიანები უბრალოდ გამტარები ვართ ამ ყველაფერს. შეძლებით როგორ ვცდილობთ დავახმაროთ ერთმანეთს. მეც ვერ ვიტყოდი რომ ძალიან დიდად შევეჩვია ხეობას, მეც მიჭირს იმის მიუხედავად რომ უკვე 17 წელი აქეთ აფსახურობ. ყოველი ჩასვლა და დაბრუნება მაინც შეგუება მიწევს საქაურობასთან. მეგობრებთან შედარებით უფრო სიცივეს იგრძნობა თავიდან ემიგრაციაში, რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე ეს ხალხიც უფრო დამძიმებულია ამ ცხოვრებით. სანამ ადაპტირდებიან და გაიცნობენ ენას ისწავლიან, საბუთებს აიღებენ და ასე შემდეგ. ფაქტიურად ქართველები მინდა თქვა რომ ცალკე ემიგრაცია. მამა პიროს თანადგომისთვის მადლობის გადახდაში ეჯიბრებიან და ამბობენ რომ მუდამ ვალში იქნებიან მასთან. ეს ადგილია, სადაც წარმოთქმული სიტყვები, ერთმანეთისთვის გაზიარებული ამბები, გრძნობები, განწყობად გარდაიქმნება. დარდი, სევდა, ნოსტალგია აქ თვითოულ წვრილმანში ჩანს. ამ ადამიანებისთვის ყოველდღიურობა ბრძოლაა. მონატრებასთან შეგუება კარგად არავის გამოსდის, რადგან გულწრფელი მონატრება აუტანელი გრძნობაა. ეკლესია ადგილია, სადაც ამ ადამიანებისთვის ამოსუნთქვის საშუალებაა. ის რაც აქ ხდება, ეს არის თითოეული ჩვენთაგანისთვის ჩვენი სახლის და ჩვენი ტრადიციის პოვნა, ჩვენი განცდის, ჩვენი ემოციის და იმ ჩვენი მონატრებული სამშობლოს აღქმა და შეგრძნება ნამდვილად ცოტა ემოცია მომეძალა, რაც აი მარტო მე არა, მე ვთქვი რომ 16 წელია აქ ვარ. ალბათ თითოეულ ჩვენთაგან ვინც თუნდაც როგორ არ მინდა ძალიან იმედია რომ ალბათ დავბრუნდებით ის სიყვარული, ის სითბო, აი ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ გვჭირდება, აი აქ შეიძლება იპოვო, აქ და ეს ძალიან დიდი მიღწევა არის თითოეული ქართველისთვის. ჩემი მოხუცი დედიდან დავიწყებდი, მივლოცავდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თითოეულ ქართველს. ჩემს სამეზობლოს, სამეგობროს მნიშვნელობა არა. ყველა ადამიანს როგორ არა, 9 წელი არ ვიყავი საქართველოში და წელს მოვახერხე წასვლა 9 წლის შემდეგ. 20 წლიანი ემიგრაციის გამოცდილებაზე ბევრს შეუძლია საუბარი. ჩამოსვლის დღიდან წასვლას გეგმავენ. ემოციას აღდგომოდ მატულობს. ფიქრობენ საკუთარ სახლში თუ როგორ შეხვდებოდნენ, ან შეხვდებიან ამ დღესასწაულს. ის შეკრებები, რასაც აკლი ხარ, აი ეს დღესასწაულები, რასაც კარგავ, საყვარელი ადამიანები, ვის ყოველდღიურობასაც აკლდები, ბედნიერი დღეები, რასაც აკლდები. და ნუ ეს არის რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ემოციების გარეშე ვერ იტყვი და ვერ აღნიშნავ, მაგრამ ჩემთვის პირადად თუნდაც ნებისმიერი განსაკუთრებით გაზაფხულის ნებისმიერი დილის გათენება ასოცირდება იმასთან, რომ მე ჩემ სახლში საქართველოში იქ ვიღვიძებ და სურვილია ძალიან დაბრუნების, რა თქმა უნდა.
ვუსურვებდი, რომ ყველა ადამიანი ჩართულიყო შეძლების დაგვარად ამ ეკლესიურ ცხოვრებაში ეს ერთი კვირა მაინც გაიღოს იმისთვის, რომ თავის სულს დაეხმაროს. და პატრიარქის კურთხევაც არის და ჩვენი მეუფრის კურთხევაც არის, რომ აღდგომას ვინც მოვოდის, ადამიანი ყველა ეზიაროს და არავინ არ წავიდეს შეერი და მიიღოს საკვები. ეს საკვები უფრო სულიერ საკვებს ელაპარაკება. აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად სწავლა არ წყდება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკვირაო სკოლაში, სადაც პატარებმა დაგპატიჟეს. ემიგრანტები აამბანს ქართულ პროზას, პოეზიას სწავლობენ და ტრადიციებს ეცნობიან. ბევრი ამბობს, რომ მე მინდა დაბრუნება. სახალხოზე იმი ქონდა და თოვის ბაბუამ მკითხა, რომ აბა საქართველოში ნაყოფი ხარო? არაო, საბუთები არ აქვს და იმიტომ არა ვარ ნაყოფი, ასე რომ ბავშვი აქვს, მაგრამ საბუთი არ აქვს მშობელს, რომ დაბრუნდეს საქართველოში. იმედია უმრავლესობა დაბრუნდება. არ გვინდა რომ დაშორდნენ სამშობლოს. შარშან იმიტომ რომ ჩვენი ფესვები საქართველოშია. რამდენი წელიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ ემიგრაციაში, როგორ კარგადაც არ უნდა ვიყოთ უცხო ქვეყანაში. ისე ის ქვეყანა ვერასოდეს ვერ მიიღებს როგორც შენი და მინდა რომ ყველა ქართველი დაბრუნდეს. ეკლესიასთან სკოლის გარდა ქორეოგრაფიული ანსამბლიცაა შექმნილი. ამჟამად 80 მოსწავლეს ასწავლიან ქართულ ცეკვას, ქართული კულტურა, ბავშვების და მშობლების დაახლოების, საქართველოსთან კავშირის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. დაბრუნებაზე სულ ვფიქრობთ, ეგ გვაქვს ყოველთვის ფიქრში, მაგრამ როცა იწვალებ და აქ დიდ შრომას ჩადებ და ძალიან ბევრ წლებს დახარჯავ, მე ყველაფერი ეს მიატოვ და უკან დაბრუნდე ცოტა რთული მომენტია. თან იქაც რო ჩახვალ, ნულიდან უნდა დაიწყო ყველაფერი და ისევე როგორც აქ როცა ჩამოხვედი. ისევე როგორც აქ, იქაც ემიგრანტი გამოდიხარ საკუთარ ქვეყანაში და ამიტომ რა ვიცი, ვფიქრობთ სამომავლოდ ალბათ ყველა დაბრუნდებით. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი პროფესიით აქ უფრო ვჭირდებით ემიგრაციას და აი ეს გვივსებს რაღაცნაირად იმ ყველაფერ მონატრებას, იმიტომ რომ ხედავთ, რომ აქ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ, ბევრი მშობელის, ბებიის, ბაბუის, საქართველოში დარჩენილი ნათესავების გულს ვახარებთ, როცა ეს ბავშვები სცენაზე გამოდიან, ქართულ დროშას აღმართავენ და მშობლებს აი ემოციებისგან ცრემლები მოსდით ხოლმე ხშირად და აი ამ ყველაფერს აი ეს გვივსებს ზუსტად. ახლა კი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ესპანეთიდან ბელგიაში გადავინაცვლოთ. ეს ანტვერპენში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაა, რომელიც სხვადასხვა დროს საცხოვრებელ სახლში და ერთი პერიოდის სარდაფშიც კი ფუნქციონირებდა, მაგრამ ახლა ყველა ბედნიერია იმით, რომ სამრევლოს კათოლიკური ტაძარი 30 წლიანი იჯარის პირობით გადასცეს. ბელგიის მასშტაბით ყველაზე მეტი ქართველი სწორედ ანტვერპენში ცხოვრობს და ამიტომ სრულფასოვანი შენობა მათთვის უდიდესი საჩუქარია, რომელიც ადგილობრივი ეპისკოპოსისგან მიიღეს. ყველა ქართველისათვის ძალიან დიდი ნატურა იყო და ამავდროულად მე დამერწმუნებით ალბათ რომ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ადამიანისათვის ამ უცხოობაში, როდესაც არის მისთვის ეკლესია, სადაც მშობლიურ ენაზე აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ ადიდონ უფალი და მშობლიურ ენაზე მოისმინონ საღვთო ლიტურგია. სრული უფლება გვაქვს, ასე ვთქვათ, აქ თავისუფლად ვიარსებოთ როგორც ეკლესიამ, როგორც ხედავთ, ქართული კანკელიც კი, ასე ვთქვათ, დავამზადეთ, შევქმნით აქ, ჩამოვიყვანეთ სპეციალურად საქართველოსდან მოხელე, ხის მოხელე, ასე ვთქვათ და მის ქართული ორნამენტებით, როგორც ხედავთ, ასე ვთქვათ, შევქმნით და ხატებით, რა თქმა უნდა, ყველანაირად, ასე ვთქვათ, თავისუფლები ვართ აქ, ასე ვთქვათ, არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ჭეშმარიტად, შენ დამეტყვი. მამა დავითი 10 წელია ამ ეპარქიაშია და ქართველების ტკივილიც იცის და სიხარულიც. ეკლესიასთან არსებულ თეატრს ჩვენ დავბრუნდებით უწოდეს. საკვირაო სკოლა ანტვერპენშიც ფუნქციონირებს, სადაც საღდგომო სამზადისი დაგხვდა.
ჩვენ აქ ჩვენი პატარა საქართველოს შევქმნით. რა თქმა უნდა, საქართველოს ყოველთვის ყველგან იქმნება იქ, სადაც ღმერთია და ეკლესია, ამიტომ ეკლესიის წიაღში ვართ ჩვენ. ასე ხდება ემიგრაცია ევროპაში აღდგომას. ის რაც ჩვენ ვნახეთ, დიდი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ კარგად ასახავს განწყობას, ემიგრანტების ფიქრს სამშობლოზე და იმედს, რომლის რწმენასაც ქრისტეს აღდგომა გვაძლევს. უნდა მოუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენ სამშობლოს. ვინმეს მითითებით